3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკოლის აქცე ხართ. დღეს გვექნება იოგას ჩელენჯი. დღეს გვეყოლება მშვენიერი დიდებული მწვრთნელი დიმა. გამარჯობა. დიმა დღეს გვაჩვენებს იოგას ილეთებს და ჩვენ შევეცდებით გავიმეოროთ. გვექნება 5 ტური და თითო ტურში იქნება გამარჯვებული და დამარცხებული. ყოველი რაუნდის დამარცხებული მიიღებს სასჯელს. ამ მთელი ჩელენჯის ბოლოს გამოავლენ გამარჯვებულს. Yes! აბა დავიწყოთ? კი. მაშინ ხართ პირველი ტურისთვის? კი. სანამ პირველი ლეთს ვაჩვენებთ, თქვენ უნდა აირჩიოთ სასჯელი. ვინ დაატრიალებს? მე. ძიმე ცხოვრება. ეს ნამდვილად ჩვენს ჩელენჯია ნათქვამი. აბა ვნახოთ პირველი ლეთი? კი. კი. პირველ ლეთს წერო ქვია. და ასე გამოიყურება. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სუნთქვის მონიტორინგი და თქვენი სხეულის სწორად მართვა. სუნთქვის დაალგება პრობლემა არაა, რამინაირად ვიზამთ, მაგრამ სხეულის მართვა ძალიან რთულია. როგორც ყოველთვის ჯეირანი გაარკვევს, ვინ იქნება პირველი და ვინ ბოლო. წავედით. ჯეირანი. ჩვენ გავედით. ჯეირანი. ის პირველია. არ მინდა პირველი ვიყო, ყოველთვის რთულია პირველი ყოფნა. ჯეირანი. Yes! როგორც ყოველთვის მეორე ვარ. მესამე. ჯეირანი. Yes! დაამარცხა 10 წლის გოგონა, გილოცავ. დიდი მადლობა. გილოცავ. ჯანდება მე პირველი ვარ, კარგი, ჩემს ხელზეა დამოკიდებული, კარგად გავაკეთებ თუ არა. მიდი. Yes! ბოდია. ახლა ყველა იმ ჩაკრას გავხსნი. თავარია რომ დროზე დავხურო, რომ ყველაფერი არ დაიტბოროს. ოჩა. Yes! ვინ არის მესამე? ზლატა. მოკლედ, ბებია ჩემი იოგი. არ ვიცი როგორ ეწოდება. ფაქტია რომ რაღაც ციცი მაქვს, მაგრამ ახლა იმის გარანტია არ არსებობს, რომ ყველაფერი იმუშავებს. ასე რომ წავედით. ნიკო. იოგა ცოტათი ტანვარჯიშს გავს, ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს ფავორიტი ვიქნები. მაქსიმ. იცით, უბრალოდ მოსვლას ვაპირებდი, უბრალოდ სტუმრად მოსვლას, მაგრამ საბოლოოდ აქედან ხელფეხმოტეხილი წავალ. მიდით, ხარი დამიჭირეთ. მაქსიმ. მაგარი იყო. მოდი ვნახოთ ქულები. მაშ სათხართ ქულების მოსასმენად? კი. პირველი ადგილი ნიკოლი. Yes! მას 10 ქულა აქვს. მეორე ადგილი ზლატა. 9 ქულა. მესამე ადგილი სნეჟა. Yes! 8 ქულა. მეოთხე ადგილი მაქსიმი. მას 6 ქულა აქვს. ბოლო ადგილზე კი ბოგდანია. ოჰო, ბოგდანი ბოლო ადგილზე. ბოგდანს 5 ქულა აქვს. ასე რომ სასჯელის არის ის, რომ ცხოვრება რთულია. წაგებული ხელებზე და ფეხებზე სიმძიმეებს დავკიდებთ. მას შემდეგი რაუნდის განმავლობაში კი ისინი უნდა ატარონ. მაგარია. ისე მეჩვენება, რომ არაფერი შეიცვლება. ეს ნამდვილი დატვირთვაა, ბოგდან. სპორტი ცხოვრება. ატარე ეს ტვირთი. შენს თავზე დავდოთ. დაამაგრეთ ისე, რომ ძალიან არ მოუჭიროს. მე შევამოწმებ როგორ უჭერ, კარგად თუ ცუდად. უკეთესად უნდა მოუჭირო. კარგი, თავზე დამადეს და ახლა გულწრფელად რომ თქვა, მივხვდი რომ არაფერი შეცვლილა თითქოს. მზად ხარ შემდეგი ლეთისთვის? კი. ჯერ სასჯელი შევარჩიოთ. აბა ვინ აირჩევს? მე. ჯერ ლაპარაკი ცელდონთორებია. მაშ ნახოთ რა მოა. წყლიანი კედელი. მაგარია. ისე ყველაფერი ჩვეულებრივია და ახალი არაფერი. მოდი ვნახოთ ილეთი. წავედით. ილეთს ეწოდება ერთფეხიანი ბაკასანა. რა?
სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ამის გამეორება არ შეიძლება, ვინ მოიფიქრა ეს? მე არ ვიცი. ძალიან დაიბნა. ადით ერთი. სნეჟა. მიდი. ხანხო ეს ნამდვილად რთულია. რაც თვითონმა გაჩვენა, მართალი გიხართ, არც კი ვიცი როგორ მოვიქცე, ასევე სავარაუდოა რომ სასჯელი ჩემი იქნება. არა. ოჰო. ოჩა, შეშინდა. ბოგდან. გონი ეს დავალება ასე უნდა შესრულდეს. აი ასე თვალებს დახუჭამ, რომ არ დავინახო დავიმტრევი თუ არა. იმართლა გითხრათ, ბოლოს სასჯელი მარტივი მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ეს ძალიან რთული არის ამ ხელაწონებით. ისე მიჭირს სიარული, საშინელებაა და დავალების შესრულება კიდევ უფრო რთული იქნება. თავზე ცოტა უფრო მეტი სიმძიმე მჭირდება, უკან მეკაჩება. Yes! საკმარისი იყო. ზლატა. რა თქმა უნდა ძლიერი ვარ, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, ამიტომ ახლა ეს იქნება ძალიან სახალისო და ძალიან რთული ჩემთვის. აუ, სულ ეს არის. აჰა. ნიკო. აი აქ დადექი, მიდი და ილაპარაკე. მეგობრებო, სავარაუდოა რომ ეს იქნება ჩემი ბოლო ვიდეო, რადგან არ ვიცი ამილეთს რა მოყვება. მაგრამ წავიდეთ. აუ. ოჩა. არ ვიცი, მე ყავით დასალევად მინდა წასვლა. მაქსიმ. წადი ერთი. ცუდი არ იყო. ოჩა. მოდით გადავხედოთ ქულებს. მზად ხარ შეფასებების მოსასმენად? არა. ესენი მოიხსენით. მადლობა. შენი სასჯელი დასრულდა. ასე რომ პირველი ადგილზეა სნეჟა. ოჰო. მას 7 ქულა აქვს. ოჩა. მეორე ადგილი ზლატა. ოჰო. მას 5 ქულა აქვს. ნახეთ, 5 ქულა მაქვს. მისთვის გადაიხადე, ხო? მესამე ადგილი ნიკოლი. მას 4 ქულა აქვს. მეოთხე ადგილზე ბოგდანი. Yes! მას 3 ქულა აქვს. მართალი გითხრათ, ასეთი ბედნიერი 3 ქული ცხოვრებაში არასდროს ყოფილა. და ბოლო ადგილზე არის მაქსიმი. მას 1 ქულა აქვს. ოჩა. წარმოიდგინეთ, მთელი 1 ქულა. წავიდეთ სასჯელის აღსასრულებლად. აბა მზად ხართ სასჯელისთვის? კი. არა. სასჯელის არსი არის ის, რომ მაქსიმი წყლის კედელს ეჯახება. ის აქ არის. მეგობრებო, ახლა თქვენ მოგმართალთ. მითხრეს, რომ ადამიანების 75% გამოწერის გარეშე გვიყურებს. უბრალოდ შოკის მომგვრელია. ანუ მილიონი ნახვიდან 750,000 გვიყურებს გამოწერის გარეშე. ფიქრობდი, რომ უბრალოდ არ იცით, როგორ უნდა გამოიწეროთ არხი. იქნებ ჯერ კიდევ პატარები არიან თქო და არ იციან როგორ გააკეთონ ეს თქო. მე გადავწყვიტე, მე გასწავლით, დარწმუნებული ვარ, გამოწერას შეძლებთ. მე გადავწყვიტე, რომ გასწავლით, დარწმუნებული ვარ, საკმარისად დიდი ხარ, რომ გამოიწერო. შეხედე, ეს ძალიან მარტივია. ვიდეოს ქვეშ არის წითელი ღილაკი გამოწერა. ამიტომ აიღეთ ითი, დააჭირე და ის ნაცრისფერი გახდება. სულ ესაა. თქვენ უკვე გამოიწერეთ, ასე რომ თუ საკმარისად დიდი ხართ, ესე იგი შეგიძლიათ გამოწერა. გიგილოცავთ, თქვენ ზასრულები ხართ. წავედით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩელენჯს. მიყვარხართ. მზად ხართ შემდეგი ილეთისთვის? კი. ვინ არის პირველი? მე. რობინ ჰუდი. აბა მოდით შევხედოთ ილეთს.
შემდეგ ილეთს ქვია ფეხი მკლავის ქვეშ. რა ფეხი მუხზე, მერე ხელს ვამოძრავებთ, შემდეგ ავწევთ, ხელებს უფრო ფართო ვდებთ და ფეხს აერში ვწევთ. რა, სად? მას ხერხემალი არ აქვს. სნეჟა. ილეთი იმდენად რთულია რომ ნებისმიერ შეუძლია შაფლოვება, ამიტომ მეც საფრთხეში ვარ. ოჩა! ძალიან მწუხვარ. ეს არის მკლავი ჩემი ფეხის ქვეშ. არა, ფეხი იღლიის ქვეშ. ესე იგი მართალი გითხარით, აღარ შემიძლია ვნებდები. მიდი ბოგდან! იმედია რომ ერთი ფეხით ერთი წვივით მაინც გამოვკლავდები. მაგარია, მართლა კარგია. არ მგონია რომ ამის გაკეთებას მოვახერხო. გამომივიდა? მეგობრებო, დაწერეთ კომენტარებში იოგი ბოგდანი. ზლატა. დავინახე როგორ კეთდებოდა ეს ილეთი და ბოლომდე ვერ გავიგე, არ ვიცი როგორ მოვიქცე. რადგან უკვე დიდი ხანია ელასტიკური აღარ ვარ. მადლობა. ნახვამდის. ნიკოლ მიდი. ნიკოლ. ილეთი რთულია, მაგრამ მე მოგთინი გოგო ვარ და ვფიქრობ წარმატებას მივაღწევ. ნიკოლ მიდი. ბრავო. Yes! მაქსიმ. მაქს, მიდი. მათ სურთ ეს ისე დაინახო, როგორც პროფესიონალები აკეთებენ. აღარ მინდა ამაში მონაწილეობა. ფეხი მარჯვნივ 48 ფეხი მაქვს. ოჰო. წავედით და მოდი გადავყვეთ კულებს. აბა მზად ხართ შეფასებების მოსასმენად? კი. კულები. პირველი ადგილი ნიკოლი. Yes! მას აქვს 6 კულა. მეორე ადგილი ზლატა. Yes! ზლატას 5 კულა აქვს. 5 კულა? სერიოზულად? ანუ ფული აღარ მაქვს? მეტი ფული არ გაქვს, ამიტომ ყოველთვის 5 კულას კიდულობ. მესამე ადგილი სნეჟა. Yes! ოჩა! მას 4 კულა აქვს. ბოლო ადგილს კი ბოგდანი და მაქსიმი მიკავებენ. თითოს 2 კულა. მოდი, ჯეირანი გადავწყვიკოთ. სულ 4. წავედით! ჯეირანი. Yes! ასე რომ ბოგდან ეს შენი სასჯელია. შენ უნდა აიღო 10 მონეტა მდიდრებისგან და გადასცე ღარიბებს. რა? მოიცა, მან ახლა ხალხს უნდა სთხოვოს და მონეტები შეაგროვოს? ეს მათხოვრობაა თუ რა? ზუსტად. ბოგდანს 3 წუთი აქვს მონეტების შესაგროვებლად. დრო წავიდა. მიდი ბოგდან! ვის უნდა ვკითხო? იქნებ გარეთ? უკაცრავად 10 თეთრი გააქვს? 20 ამერიკული ცენტი მაქვს. ვაუ, მაგარია, დიდი მადლობა. 20 ამერიკული ცენტი ვიპოვე. ვა! კაცი ისეთი გულუხვი იყო, რომ 20 ცენტი მომცა, წარმოგიდგენიათ? 20 ცენტი მაგარია, მაგრამ მხოლოდ ერთი მონეტაა და მე 10 სალი მჭირდება, ასე რომ მაქვს იდეა, ავიღებ ქაღალდის ფულს, გავცვლი მონეტებში და მოვიგებ. კარგი, ახლა ქაღალდის ფულს დავშლი. მოიცა, ეს 20 ცენტი შემიძლია მივიტანო და მაინც მოგებად ჩამეთვლიდა, უნდა გავიქცე. თავარია დროზე მივასწრო. რა არის მაჩვენე? 2 4 5 ვა 10 წარმოედგინე ვიღაცამ გამლეონმა 20 ცენტი მომცა. 20 ცენტი, შენ 10 მონეტა გაქვს, ეს გააკეთე. Yes! გადავიდეთ შემდეგ სასჯელზე. მზად ხარ შემდეგი ვარჯიშისთვის? კი. მე გადავწყვიტე გაჩვენოთ შემდეგი ვარჯიში, ცოტა უფრო მარტივად. Yes!
ოღონდ მანამდე საშელს ვარჩევთ. მე სეჟა პირველია ვინც ატრიალებს. რა არის იქ? სიამის ტყუპები რას ნიშნავს? რატომაც მეჩვენება რომ ეს დავალება სასჯელი ორისთვის იქნება. ამ ტურში ორი ადამიანი წააგებს. ისინი უკანასკნელები არიან, ორნი წააგებენ, ორი ო, წაგებული. მაქსიმ, მე დავინახე როგორი რთული იყო წინაილეთი თქვენთვის, ამიტომ შემდეგი მარტივი იქნება. Yes! ილეთს ქვია არწივის პოზიცია. არწივი! არწივი! შეგიძლიათ დაეყნოთ საყრდენ ფეხს და აი მხარს ასე გააკეთებთ. სნეჟა. არწივის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ რაღაც ფიგურას აუცილებლად გავაკეთებ. მან გააკეთა! Yes! ბოგდან. მე მივხვდი რომ ძალიან მაგარი იოგი ვარ და ამიტომ ახლა გავაკეთებ სუპერ არწივს, ძალიან მაგარ არწივს, რომელიც დაფრინავს მაღლა ღრუბლებში. მაღლა მთებში ცხოვრობდა ისეთი ლამაზი არწივი ბოგდანი და ერთ დღეს ის ტოტიდან ჩამოვარდა და ყველა ბეგურა მოკლა ქვემოთ. ორთავიანი არწივი. ზლატა. ეს ყველაფერი აქ დიდი ზოოპარკი გვაქვს. მე ვარ რეპორტერი ზლატა და ახლა ვაპირებს ვარჯიში შევასრულო. წავედით. ნიკოლ, მიდი. ნიკოლ. გვაჩვენებთ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მდედრი არწივი. ჩვენ დაივაკვირდებით. ესეც ასე. მაგარი იყო. ორი დამარცხებული, დამარცხების შიშით როგორ ვიცხოვრო? მაგარი იყო. მოდი მოусმინოთ ქულებს. სათხარ ქულების გასაგებად? კი. პირველი ადგილი ნიკოლი. შენ 10 ქულა გაქვს. მეორე ადგილი სნეჟა. Yes! შენ 9 ქულა გაქვს. მესამე ადგილზე კი არის ზლატა. Yes! მას 8 ქულა აქვს. Yes! მეოთხე ადგილი მაქსიმი. მას 7 ქულა აქვს. და მეხუთე ადგილი ბოგდანი, რომელსაც 6 ქულა აქვს. მაგარი ხარ. წავედით საჩული აღვასრულოთ. სიამის ყუპების დაშა, ორი დამარცხებული დგას ზურგით ერთმანეთისკენ და ჩვენ მათ ლენტებით ვახვევთ. ვაუ. რა არის ეს? და ამ ფორმით ისინი აქ იქნებიან ზუსტად შემდეგ დავალებამდე. გონი საკვარისია. მე მომივიდა იდეა. მოდი ორივე ფეხი ერთმანეთზე შევუყვიოთ. ყველაფერი მზადაა. გამარჯობა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა სასჯელი ასეთი მკაცრი თუ იქნებოდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რაღაც მულტფილმში ვარ ახლა. ასე შეგვიძლია გავაკეთოთ. მან ის ასწია. მოდი გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. ზადხართ სასჯელის გასაგებად? კი. ვინ დაატრიალებს? მე! კარგი, დაატრიალე. რა მოვიდა? ხახვის ნიღაბი. შემდეგ დავალებას ქვია აშტელა კრასენა. რა? მოიცადე რა თქვი? რა კრასენი? ეს ასე გამოიყურება. შხდებით, შემდეგ ფეხს წინდებთ, ზემოდან მეორეს ვდებთ, ხელებზე უნდა წამოვდგეთ, შემდეგ ფეხებს ვასწორებთ და ქვევით ასე ვდგებით. სნეჟა. ახლა უკვე მეხუთე რაუნდია და მე უნდა გავიმარჯვო, იმიტომ რომ სასჯელის აღსრულება არ მინდა. ვაუ. რა ხდება? მე ვარ შემდეგი? თქვენ ერთად უნდა გააკეთოთ.
ესე იგი, მოდი 1 2 3 ჰალკი. აუ, ახლა ნახდაც წავაგებ. ისე სამართლიანია. აუ, ოჩა! სლატა. ახლა ბევრად გაადვილდება ამირეთის გაკეთება, რადგან ბოგდანი უბრალოდ ჩაფლავდა. წავედით. მას გამოუვიდა. შევამხედეთ, მე ვარ პატარა გამხდარი გოგო. ღეროსავით ვარ, რომელიც შეიძლება გატყდეს, ამიტომ თხილად გავაკეთებ. მე სილამაზე შევინარჩუნებ. წავედით. ვაუ! და ახლა 10 აზიდვა. ხო. მაქსიმ. გაჩუმდით. მე ხომ პატარა მყიფე გოგო ვარ, ღეროსავით ვარ. ხილად ვიქნები. აი, ზუსტად ასე. ნახოთ ქულები. აბა მზად ხარ ქულების გასაგებად? კი. პირველი ადგილი ნიკოლი. Yes! მას რა ქულა აქვს? მეორე ადგილი მაქსიმი. ზლატა. Yes! და სნეჟას იგივე შეფასება აქვს. ოჩა! რა ქულა? ბოგდანსა და მაქსიმს 2 ქულა აქვს. ჯეირანი. Yes! კარგი დრო გავაკეთოთ. ხახვის დინაბი. აუ. მე მგონი მაშაყირებენ. აუ, ჩემი თვალები ნამდვილად მეხუმრებიან. აბა ისე ამოვნე. მეგობრებო, თუ მოგეწონათ ჩელენჯი და აღარ გინდათ ჩემი ნახვა, დალაიქეთ ვიდეო. მზად ხართ ქულების გასაგებად? კი. ასე რომ საერთო ჩელენჯში პირველი ადგილი ნიკოლისა. მას 38 ქულა აქვს. ვაუ. მეორე ადგილი სნეჟასია. მას 35 ქულა აქვს. Yes! ყველაფერი რეალურად ნაყიდია. მე და ბოგდანა ყველაფერი საუკეთესოდ გავაკეთეთ. ხო, მესამე ადგილი ზლატა. Yes! მე პრინცაო მაქვს. მას 34 ქულა აქვს. ოჩა! ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილი არიან ბოგდანი და მაქსიმი 18 ქულა. სამი ორი ერთი ნოლი თქვენ მის ნიკოლის არხზე ხარ. მადლობთ რომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე არ დაგაუძლეთ და ლაიქება და ჩვენ გავიქეცით.